არ ვჯერ რომ პირველ ბლოგს ვიღებ YouTube-ისთვის და თქვენ მოხვდით ჩემს არხზე. მესია წავუყები ხა დავთვალიეროთ მთელი ქალაქი. ვერ ვიჭერებ რომ რეალურია. ეხლა მოვედით რაღაც უდიდეს ბაღში, რომელიც არის ულამაზესი უდაოდ. აი მსევნებით ვექნებოდა ესეთი ეზო. ძალავეზია. აუ ძალავეზია. მოდი ცოტა ხანი დავსხდეთ. ტურტყლიანი არის. ძალიან თან. მოდი აქ დავსხდეთ. მოდი მომიჯექი. ერთი შეხედვით იცით როგორი ქალაქია? ძალიან ცოტა ადამიანია. მანქანები თითქმის არ დადიან. ყველა დადის ველოსიპედით. ყველა კუთხე არის ულამაზესი და ვფიქრობ რომ აქ ვერ ვიცხოვრებდი. ძალიან ჯანსაღი ქალაქია. ზედმეტად. ხახნო Windows-ის ის ვიპოვე. ნახეთ. ზუსტად ეგეთი არ არის თუ რაღაც ხანაა და მეგეთ მახსოვს. აი ქუნა მივიდეთ. ძალიან ლამაზია. აქ ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით. აი ესეთი მინდა რომ მქონდეს და მექნება. დაიმახსოვრეთ ეს და როდესაც მექნება, მე ამ ვიდეოს ჩავსვავ. ანუ აქ არის სახლი. საოცრება. რაღაც ძალიან კარგად იხსოვს. არა ის სახლი რო აგჯერა და აქედან არის შესასვლელი. 2 საათია ვეძებ ველოსიპედებს, რომლებიც ქირავდება. გამოიცანით? ვერ ვიპოვე. ყველას ველოსიპედი ყავს, ყველას თავისი. იქნებ არ მყავს მე და მინდა რომ ვიქირავო. ეხლა მივდივართ მალმოს მუზეუმში, სადაც ვიცით რომ არის დიდი აკვარიუმი. მოვედით აკვარიუმში. ეს არ გეგონოთ ნამდვილი. იმედი მაქვს ლამაზი იქნება. იუ, აქ არის ბაყაყი, ხა იგამერკვი რომ ბაყაყიც. ბაყაყი მყავს 100 ნარას. რამხელა. ნებო. აბა ვინ გეცნობათ აქედან? ეს ალბათ სხვაში იპოვეს და ნახეთ როგორ აქვს დადებული. მაგრამ ძალიან ლამაზია. არ გაყოფილი. ეხლა მოვედით სასტუმროში. უკვე ჩეკინი გვიწევს 3 საათზე. ფეხებს ვერ ვგრძნობ მართლა. ეხლა ცოტა თუ არ დავისვენეთ, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ხატავ? რამხელა ოთახი გვაქვს? ფასის მიუხედავად ძალიან კარგი ნომერია. აქაც ამ ხელა სათავსო. ნუ ერთადერთი რაც არის რომ ვერანდა არ გვაქვს. ეხლა არის ღამის 12 საათი და ჩვენ ამოვედით 4 საათს და მეთქი ცოტა ხანი დავიძინებთ და მერე გავალთ, მაგრამ ისეთ დროს გაგვეღვიძა და ისეთ დაღლილები ვიყავით რომ აზრი არ გქონდა ჩვენ გასულს და მაგიტო შემოურჩით და ისევ მეძინება. ეხლა ჩაისვავ. ვუყურებთ სერიალს და ცოტა ხანში ისევ დავიძინებთ. ესეც დღე მეორე. გავიღვიძეთ, მომზადეთ. ეხლა შემოვედით სასაუზმოდ. ავიღე ერთი კრუასანი და ყავა. ეს საყვარელი ხალხია. ცოტა რობოტებით ცხოვრობ, მაგრამ საყვარელი ხალხია. ჩვენ სასტუმროსთან ახლოს იყო ესეთი ულამაზესი ეკლესია და აქ შევედით. თავიდან ძალიან მერიდებოდა გადაღება. მაგრამ ისეთი სილამაზე იყო რომ ვერ გამოვტოვე. Hello. რატო არ შვება? Ajde, fon karenta dana. Neska šopa bilet. არ გატარდა ჩვენი ბილეთები და აქ ისეთი ძვირია ყველაფერი, საერთოდ ჯარიმაც ძალიან ძვირი იქნება და ჩამოვედით. არ ვიცი ხა რა უნდა ვქნათ. ეს ჩემი ტრადიცია რომ ვყიდულობ მაგნიტებს. ხო და ხა უნდა ავარჩიო მგონი. ეს ძალიან საყვარელია. გაპუწული. კაი, ეს მინდა. რაღაცნაირად მიყურებს რომ ვიღებ და მაგომპლექსებს. By card. 69. და ხა მივდივართ ძალიან მაგარ მუზეუმში, სადაც არის საზიზღრობა, საჭმელები და მგონი რომ ძალიან საინტერესო იქნება. თან ხარ ამ მუზეუმშიც მივდივართ, იქ შეგიძლიათ გასინჯო რაღაც საზიზღრობები, მაგრამ მე ზოგადად ეგეთ რაღაცებს ვერ ვსინჯავ ხოლმე, იმიტომ რომ მერწვეთ მე რა გული.
გაჩვენდით. ეხლა ცოტა მე მგონი ცენტრისკენ გამოვედით, იმიტომ რომ მაღაზიებია და ჩვენ სადაც ვართ და იმ ტერიტორიაზე გუშინაც ვიყავით ხალხო მაღაზიაც კი არ იყო, რაც ძალიან უცნაურია. აქ ცოტა უფრო ცივილიზაცია, უფრო მეტი მანქანაც დადის. მანქანაც კი არ დადიოდა. ესეც ჩვენი მუზეუმი, აქ მოვედით. დავიწყეთ. ძაღლის ხორცი, ცხურის თვალის სუპი, გულიამერავა ხა იცით? საუკუნეების კვერცხი. ეს იცით რა არის? ღია კვერცხს რო ჭამენ. არ გაქნა ნახე ვიდეოები კვერცხს რო ტეხავენ და მაგას რო ჭამენ. ეგ არის დამწნილებული გველი. იუ. ეს პატარა თაგვების ღვინო. ეს იცი რა არის? რაღაც ცხოველის ფეკალია რა, რომელთაც აკეთებენ ძალიან მაგარ ყავას. 3000 ევროდან იწყება 1 კილო წარმოიდგინე. ხარის პენისია. აი აქ არის დურიანის სმელი. სამაშინია. გული არ ვახო. ამ ხილს როგორ ჭამენ სწორად არ. მითქხოვს უნდა. ხამურა ხალხო, გული ამერავა. ანუ დამბრუნდა ყველა ჩემი გადახდილი თეთრი, იმიტომ რომ საზიზღრობა არის და დღეს საერთოდ აღარ შევჭამ, იმიტომ რომ გული მერევა. სანამ გამოვიდოდით, რამეს არ გასინჯავთ, ან რაღაცები არის, რაც გასინჯოთ შეგიძლიათ და წუხა რომ ეგეთი. შიშარა არ არის და ბერო ცენტრს ვიქნებ და რაღაცები გამესინჯა, მაგრამ იცით რა არის, აი ვიდეოს გამოც არ შემიძლია, იმიტომ რომ ვიცნობ საკუთარ თავს, ეგრევე გული ამერავა და გულის როის კადრი უფრო უინტერესო იქნებოდა ალბათ, იმიტომ დავიკიდოთ. ანუ დღე ნახევარია ვეძებ ველოსიპედს, რომელიც ქირავდება და ძლივს ვიპოვე და იმედი მაქვს ხა ვიქირავ. აუს რა არის? მონიტორი არ აქვს. მაგარია. 2 საათი ვცდილობდით რომ დაგვეკავშირებინა, მოკლედ არ გვექირავებინა ველოსიპედები და როგორც იქნა ვიქირავეთ და მოვედით ესეთ ულამაზეს ხეთზე, სადაც არის ძალიან დიდი და ლამაზი ზღვა. ოღონდ გავიყინეთ გზაში მართლა და თან გვეგონა რომ 24 საათი ვიქირავთ, ვწორთ მან დეგრა დაწერა და მე რო ავიღეთ ბაიკი, ქეწერა რომ 1 საათში დაბრუნდით ადგილასო და ჩვენ ისეთი გახარებული ვიყავით ვწორთ მე რომ არც დავიმახსოვრე სადნა დავუბრუნო და ეხლა იმედი მაქვს ვიპოვე. მაგრამ ჯერ 1-40 წუთი მაქვს და დავტყვევი. დავუყარა თბილისში ამ ველოსიპედს. აი როგორც ცივა. ვიყინები. ვიყინები. დავედით. -5 გრადუსში ველოსიპედით ვკატავ, ვიყინები და ისეთი სიამოვნებას ვიღებ, რომ მინდა რომ ყველა ეხა ამას იგივეს გრძნობდეთ. საოცრება. ბავშვობაში მყავდა დიდი ველოსიპედი, რომელთაც გავარბოდი ხოლმე ტყეღრა და იქიდან დავდიოდი. და ბებიაჩემს ვატყობდი ხოლმე, რომ ბოტანიკურ ბაღში ვარ თქო. და ერთხელ დიდ მაზუთში ჩავარდი და მაზუთიან სახლში რომ მივედი და რუტინოდი, მანდ მოვყევი. ადრე ცხვრსაც ვაწევინებდი ხოლმე. ეხა ვიშინია. ყველა გიღიმის რა. მაგარია. ბედნიერია ეს ხალხი. ისეთ სიმშვიდეში ცხოვრობენ. აბა ჩვენ ქვეყანაში სიმშვიდე სანატრელია. ხალხი აღარც იღიმის უკვე. ისეთი ხდება. არა უშავს. ჩვენც ვიქნებით ბედნიერი. წავედი ხა რუკას ჩავხედო, იქნებ ვიპოვო. დავტოვეთ ველოსიპედები. სხვათაშორის მე არ მithქვამთ, მაგრამ 19 რიცხვის შემხვდა. კარგად. მაგრამ ერთ წელს ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ თავიდან ეწერა 24 საათით ქირავა. აქ ეწერა რომ 1 საათში უნდა დააბრუნო და ვერ გავიგე. 24 საათით თუ ვიკირავე 1 საათში რატომ ვუბრუნებ? ძალიან მომწონს მე შვედეთ. ეხლა უნდა წავიდეთ მოლში, რაც უდიდესი მოლი არის და ეგ უნდა ვნახოთ და ვაიმე, გთხოვ 1 წუთი წამოდი. ვაიმე, ჰარი პოტერის იმას გავს რკინიგზას. ნახეთ ხალხო. ნახეთ რა უცნაური შენობა არის. ესე და მომეწონა ძალიან. მე მგონი ერთი დიდი მინდა, ამიტომ ახლა მაკომოვიტას და ნახავ. მოსალოდნელი იყო ამის დანახვა. რა თქმა უნდა შემოვედით აქაც. ნახეთ რა მაგარია, წითელზე ვდგავარ. ბაიკით. ხლა უნდა მოვყვე. შოპინგ მოლში ხომ ვიყავით. დიდად არაფერი არ მიყიდე, ერთადერთი ვიყიდე ტყავის წითელი, ცხვრის ტყავის ხელთათმანები, რომელიც ძალიან იდეალურად გამომადგება აქაც. მერე ვიბოდიალეთ ცოტა და ველოსიპედით დავბრუნდით სახლში. ხო და ეხლა ისევ გავდივართ ველოსიპედით. უნდა ვნახოთ ღამის მალმო. 2 დღე ვეძებ ველოსიპედებს, რომლებიც ქირავდება და თურმე აქ არის ჩემი სასტუმრო. და აი აქ ქირავდება ველოსიპედები. So cool. ეხლა ვეთვალიერებთ ღამის მალმოს. და მინდა გითხრათ, რომ არის ულამაზესი. ყველაკუთხე ლამაზია. ეგეთი რამე არ მინახავს. ჰაი! ეს შენობაც ნახეთ რა ლამაზია.
ზოგადად ეს ქუჩაც რა ლამაზია. როგორ ხართ მოგწონთ ჩემი ვლოგი? თუ ბანძურობაა. არ ვიცი ბანძურობა არის თუ არა, მაგრამ მე ძალიან სიამოვნებს. გაჩვენოთ ჩემი ველოსიპედი. გაჩვენებთ. ხა გავაგრძელოთ სიარული. ფილმის კადრი არ არის? თუ ჩემი თვალიდან ჩანს ეგრე და კამერიდან არ ჩანს. ბავშვობაში ყველაზე მეტად რაც მინდა და იყო მოგზაურობა ბევრ ქვეყანაში. ხა დავიხდე ნელ-ნელა. ვცდილობ რომ ყოველთვის ვიმოგზაურო. ერთ-ერთი ყველაზე კარგი არჩევანი გავაკეთე ჩემი აზრით, რომ შვედეთი ავირჩია. ხვალ უკვე წავალთ კოპენჰაგენში დილით, 9 საათის გზაზე და დაიწყება უკვე კოპენჰაგენის ტრიპი. ფუ სოსისის სუნია. შენს გწევს? სოსისის სუნი გეცა? გული ამერევ ახლა იცი? იმიტომ რომ ვეზიზღება სოსისი. ესეც ჩვენი პატარა თავგადასავალი დასასრული. ესეც დღე მესამე. გავიღვიძეთ, მოვიმზადეთ, ჩამოვედი და უკვე დღეს მივდივართ დანიაში, კერძოდ კოპენჰაგენში და იქ დავრჩებით კიდევ 3 დღე. ახლა უცებ შეჯამება რომ გავაკეთოთ, ულამაზესია ყველაფერი. უჯანსაღესი ხალხი ცხოვრობს, ყველა ვარჯიშობს, ყველა ესეინებს ძაღლს. ძალიან ცივა. არავინ არ ჭამს კაფეში და რესტორანში, იმიტომ რომ საკმაოდ ცივია. კიდევ ყავა აქვთ ყველგან გემრიელი. ძალიან ძვირია ყველაფერი. მოკლედ ერთი სიტყვით ღირს მალმოში ჩამოსვლა და ვინც დანიაში ან კოპენჰაგენში აპირებთ ჩამოსვლას, არასდროს არ თქვა თუ არის მალმოში წამოსვლაზე, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი მოგონებები დამრჩება ამ ქალაქიდან. ჩვენ რომ მოგვენდავებინა შეგვეძლო გოტენბურგშიც გადასვლა, იმიტომ რომ აქედან დიდად შორს არ არის, თუმცა რატომღაც ეგ წინასწარ ვერ გავთვალეთ, ხა რაღაცნაირად უნანო. ამიტომ თქვენ გაითვალისწინეთ რომ გოტენბურგი ძალიან ახლოს არის და შეგიძლიათ გოტენბურგიც ნახოთ. და კიდევ ერთი რაღაც რომ არ გავს არც ერთ ევროპის სხვა ქვეყნებს, სადაც ნამყოფი ვარ. თითქმის ყველაში სადაც ვიყავი ერთმანეთს გავდა და რაღაც სიტყვას მსგავსებდი. არა, შვედეთი საერთოდ სხვა არის. აი, არაფერი ახლოს არ აქვს, მოკლედ ევროპის სხვა ქვეყნებთან. და ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა. ეხლა წავალთ, გავივლით ცოტათი ფეხით, მივალთ უკვე მატარებელთან, ჩავჯდებით მატარებელში, გავივლით იმ ულამაზეს გზას და უკვე ჩავალთ კოპენჰაგენში. აუცილებელია რომ გავიდეთ სასტუმროში, ჯერ დავტოვეთ ბარგი და მერე გამოვიდეთ, იმიტომ რომ ჩეკინი გვაქვს 3 საათზე, 3 საათამდე ხა 5 საათის საყოარ დავჯდებით და უბრალოდ დავაგდებთ ბარგებს და გამოვალთ მერე დავლაშქროთ უკვე ახალ ქვეყანას და ახალ ქალაქს. უბედნიერესი ვარ მოგზაურობის დროს, ყველაზე ბედნიერი ვარ, როდესაც მოგზაურობ და ამის გამო ყოველთვის მოგზაურობ. და ერთ თვეში ისევ მივდივარ დიდ მოგზაურობაში. ჩემი რჩევა რომ თქვენი დანაზოგი მოგზაურობაში გამოიყენოთ და არ იყიდოთ არაფერი, იმიტომ რომ საბოლოოდ ამაზე მაგარი არაფერი არ დაგრჩებათ. მოვედით ახლა სასტუმროში, რომ დავტოვოთ ბარგი. self check-in გვაქვს. ბარგი დავტოვეთ და ახლა მივიდივართ პირველი რომ შევიდეთ ტიროლი გარდენში. კოპენჰაგენში როდესაც ჩავხვალთ, ტიროლი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. სადღაც ნახე რომ ამბობდნენ დაკეტილიაო, მე სადღაც ნახე რომ ამბობდნენ რომ ღიაო და ჩვენს სასტუმროსთან არის ძალიან ახლოს 600 მეტრში. ახლა მივალთ, ნახავთ და იმედი მაქვს რომ დაკეტილი არ იქნება. ერთი შეხედვით მომწონს. უბრალოდ ცოტათი უფრო მოუწესრიგებელია გზები, მაგალითად შვედეთთან შედარებით, გაცილებით ციცივია. მაგრამ შენობები უფრო ლამაზია, მგონი, ჯერჯერობით. სამწუხაროდ ტიროლი დაკეტილია. ძალიან გული დამწყდა, ძალიან. იმიტომ რომ ტიროლი არის ულამაზესი. ეხლა მინდა რომ ვიყიდო ქუდი, იმიტომ რომ თავი მეყინება, თავი არა შუბლი მეყინება, ცხვირი მეყინება და ყურები მეყინება. ანუ ეგრეს შესვლა ყველაფერი მეყინება. ანუ ბევრად მეტი ხალხია. ой, ისეთ ტიროლის შესასვლელი, ნეტა არც აქედან არ იქნება ღია. როგორ შეუძლე? გაიხსენი ტიროლი რა. მოვედით მუზეუმში. აი მე როგორც ძალიან მომწონს ეს ადგილი. ვაუ.
გირჩევთ, რომ აქ მიხვიდეთ. Როდესაც ჩამოვხვალთ კოპენჰაგენში. ახლა კურტკანი არ მეცვას, ალბათ უფრო ბედნიერი იქნება. ავტობუსში ამოვედით და მინდოდა რომ გადამეხადა. ხოდა თუმიო და გამომიტრელა და მემარჩვენო და გაუტრე რომ ბარათი მქონდა, ნუ ოღონდ ჩემი ბარათი, ანუ ეს და გაუტრელა ბარათი და ვაჩვენ, ოკეი ვარ. ეგონა რომ ბარათი ვიკან ვაშკარებს რომ ლუაფაკი გიჩანს. ეხლა მივდივართ ყველაზე ლამაზ ადგილას, სადაც რეალურად კოპენჰაგენის სილამაზე ჩანს. ჩამოვდივართ? გამოვცდით. და ეხლა მეტროში ჩავდივართ და მგონი აქაც ვერ ვიღებთ ბილეთს ბარათით. აი, ვიღებთ. მოვედით ამ საოცარ ადგილას, რომელიც რა თქმა უნდა ნახო, როდესაც ჩამოხვალ კოპენჰაგენში და რეალურად აი ამ ხედის გამო ავარჩიე ეს ქალაქი. ეხლა უნდა ავიყიდოთ ბილეთი და გავისეირნოთ წყალში. წყალზე. გეფიცებით თუ ყინვა არ იყოს, ქუდი კიდე ვერ ვიყიდე. ანუ ცუდად ვარ უკვე. აი ამით უნდა გავისეირნოთ. 1 საათი გრძელდება. გარეთ გამოვედით. იმედი მაქვს არ გავიყინებით. მაგრამ აუცილებლად გავიყინებ. მე შევახალმე და მე ისევ გამოვა. აუ რა მაგარი. ეხლა ზაფხული რო იყოს. ვერ გაიქნება. It's very important that when we go under them, you remain seated. მე და ეს ხალხი. ვაიმე. დაგვაწევინეს თავი. იდეგან. The thing to enjoy in Newhound is smapple, the open sandwiches of the Danes. The most მე და ტიტუშკა. ქართული ოცნების ტიტუშკა. ბლა. მე დავთქმეს და შენ გამოყვალა. მე რო ვიტირე აქ პოლიტო. ან იმდენად საინტერესო ტური იყო. გიც რო უსმენდი რომ აღარ ჩავწერებ და ძალიან საინტერესოა და ბევრად მეტი რაღაცები ვიდრე წარმოვედგინა. ყველაფერი რაც ისეთი სანახავი იყო, იქეთ მხარეს იყო. ძალიან მაგრა ჩო ხოლმე ადგილებს. 80s ძალიან start კაია. cleaning it up and turning it instead into a true population. მოვედით სასტუმროში და ეხლა უნდა ავბარგდეთ და ავბარგდეთ. 1 2 7 9. 1 2 7 9. აბა მოვემზადოთ მეგობრებო. ვაიმე. მაგო ჯერ მე შევალ და მე შეშევადი. აი მე რა პატარა. იქაც მოვწვევი. ის რიგი? რიგში ვდგავართ 1-10 წუთია. კრუასანის. კამახა კოპენჰაგენში ჩამოვიდე ხარ აქ უეჭველი მე ჩამო. მაგრამ არ ვიცი რომელი ავიღო, იმიტომ რომ არ ვიცი რომელია კარგი. Thanks. კრუასანი მარტო გამგია. მამის თავზე გადავისხე. ძალიან გემრიელი ეს რა. მაგრამ ანუ დურბლი მომდის და რაღაც საოცრება და წყობის შეგმრიელი არ ფერმა ხოჭამია რა. ეს არის შოულში და ნაღების კრემი. და კონსუმბლ ფისტას და გეტ. ეს არის ფისტი. არა, ეს ზაკაია. ამ ორში და ყავებში გადავხედე 80 ლარი. ანუ 40 ლარი გამოვიდა ყავა და 1 კრუასანი. ყინავს. ეხლა მივდივართ სასახლეში. თუ გაგითხარით სადაც მივდივართ არ ვიცი. ყინავს. აუ ამათი ნახვა მინდა და ყველაზე მეტად. ოკეი. რა ეხლა ახლა რომ გადავიღო რა მოვლას. უშმურები. ფოტო მინდოდა იმათ. ურა სინქრონი უთხრა. დან. გინდა რა. კი არ გამომიო. დანიაში არის კონსტიტუციური მონარქია, ამიტომ ყავს დედოფალიც. და ეს მთელი პერფორმანსიც ძალიან უმეცი იყო და ძალიან საინტერესო. ეს კაცი გაიყვანეთ ფილმში. მაგარი იყო. წავიდნენ ახლა სადღაც ხო არ ვუსდაო კაცო. გავიყინე. ეფიცები ყველაფერს გავიყინე. დღეს არის ჩემი ბოლო დღე დანიაში და არ მინდა დასვა. ზოგადად არის არ მინდა ხოლმე დასვა, მაგრამ ახლა თითქოს არ მეყო.
აზრი ჩაბლა. ეხლა შევალთ აქ ვიყინები მართლა. ანუ მატარებელი, რომელსაც მძღოლი არ ყავს. რა მაგარია? ეხლა მივდივართ ყველაზე მაგარ ადგილას. Toget er M4 mod Orientkaj. This train is the M4 line towards Orientkaj. საუბრობდით. ეხლა ვეძებთ M2-ს, ანუ M2-ს. შეგვეშალა სხვაგან ვიჯექით და ეხლა ისევ სხვაგან გადმოჭრეს და მგონი ისევ შეგვეშალა. არის. რანაირად შტოს მეშინება. ეხლა მოვედით კოპენჰაგენის ცენტრიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე, სადაც არის ქრისტინია, ანუ თავისუფალი ქალაქი და ის არის გამოყოფილი დანიის მთავრობისგან. გზადაგზა ისტორიას მოგყვებით ამ ადგილის შესახებ. ერთ სულ ისეთ ადგილას მივიდა და ისეთი კადრები გადავიღო, სადაც არ შეიძლება გადაღება. აი იქ მაგალითად ახლა ნებადართულია, რომ გადაიღო სურათი. იქ არ იყო ნებადართული. სიგიჟე. სამახსოვრო რომ მაგნიტიც ვიყიდე. აქ პატარა საბერძნეთია. აი მე თქვენს ადგილას კოპენჰაგენის თბილისს მხოლოდ იმიტომ ვიყიდდი, რომ პირველ რიგში მენახა ეს ადგილი. მოსახლეობა, ვინც აქ ცხოვრობს, არის ძალიან უცნაური შესახედაობის ადამიანები. Sorry. ანუ ეგრევე მიხვდები მოკლედ რომ აქ ცხოვრობს. აი რა თითქოს ესე მგონია რომ თავისუფლებას ამტკიცებენ რომ ზევენდად თავისუფლები არიან თქო. ვიზუალურად იყო ულამაზესი. უცხო, რაც აქამდე არ მქონდა ნანახი და მართლა ძალიან საინტერესო იყო ეს სანახავად. ბევრი მაღაზიები იყო. Hello. 35. It's a flag? Yeah. Oh, okay. Thank you. საკვები ობიექტებიც იყო, მაგრამ რატომღაც ვერ გაურისკე. ანუ რესტორანი რა მაგარია. კანაფის სუნი იყო ყველგან, საერთოდ, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. ცოტათი შაშინებულიც დავდიოდი, თუმცა არაფერს ასში არ არის. მთავარია რომ არ გადაიღო ისეთ ადგილებს, სადაც გადაღება არ შეიძლება. და რამდენიმე ადგილას გადავიღე და ზოგადად რავი, ანუ კიდევ ერთხელ შევიდოდი და თავიდან ნახავდი ნანახი რომ არ მქონდეს. ეხლა გავიდეთ ცივილიზაციაში. გავიდეთ ევროპაში. ეხლა გვინდა რომ წავიდეთ სუშის საჭმელად, სადაც არის ულემიტა სუში და ყველაზე მეტად მიყვარს ულემიტა სუშები, იმიტომ რომ ბევრი ყავს ზოგადად. მოვედით. გამოვედით, ზედმეტად სული გადავიხადეთ იმისთვის, რაც რეალურად იყო, არ იყო გემრიელი. რა თქმა უნდა, არც არის ხოლმე გემრიელი. ან ლიმიტით სუშის ჭამა. არ შეიძლება ის უჭამთ. ეხლა მოვედით ყველაზე კარგ ქუჩაზე, რომელიც ქუჩაც ნახეთ, მაგრამ ეხლა გვინდა რომ ცოტა უფრო დეტალურად დავათვალიეროთ. აქ არის სულ კაფეები და რესტორნები. მაკო, წითელია დამადროზე. ყოი მე ფეხი ვგორბკო. ძალიან გავს ხოთშორის ამსტერდამის სახლებს. Because I was like, no. არ მინდა დასვა. მინდოდა რომ ამ ვლოგში ყოფილიყავი ძალიან ლამაზეთმა, ყველა ვიდეოში აბურჯგნული აქვს და გაწითლებული ცხვირპირი. ესეც დღე მესამე. აუგრიხე ზემოთ. ეს არის ბატი გედი. ვაკო, ნახე რამდენი ბატი გედი და საკვატი არის. აუ, ხო შენ იხვებ ნახე? კვატები. ვიხოსები კვატები. რავი, მე რომელიც ამახე. არა? განახე. აუ, წამოიხვებს განა. კი არა, კვატებს განახე. შეიხედე? ვაი, მინდა ურები ავაკო ეს. არა, იხვია გოგო რა ინდაური. კი არა, კვატია. არა, ინდაური. ინდაური. ვიტყვევი არა ინდაური.
გას ვიტყოები. არ არის. მოი დაუნიზლავდეთ ინდაური არა. ეხლა ვარ მალმოში. არა. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ რომ ამიტომ ძალიან გავჭედე. error. ფაკ. კაცორდი. ეხლა მოვედი კოპენჰაგენის მიტოვებულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ამჯერად, ერთი კოპენჰაგენის ეხლა მოვედი ცენტრიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე კოპენჰაგენიდან უბრალოდ ამერია. არაო და აღარ მოხვიდეთო საერთოდო. რატო არ შენ? გამიფუჭყა. უფასო რო კაი არაფერი არა გამოვცდით. ვაიმე აღარ მინდა First one down, 14. ძალიან საინტერესო. ეხლა როგორია შეთავაზებები ამ რაღაცნაირი უცნაური ქალაქის შესახებ? არა. ეხლა როგორ არა მითხრა ატრაკებს. დემ. სადაც აქვს თავიანთი წესები. Toget er N4 mod საუბრობდები. მოვერჩი. თავი მომცა. ყველა ვინც დავცინეთ იმენა ტრაკები ხერთ ყველა. ჩავიდე. თუ კიდე რამეზე დავიწყოთ. ჰეი. რომ წვეგეთ მომწონს. ჰეი, ჰო. ვერ შევატრიალე. შევატრიალდე. ასეთს გამომწერზე YouTube-ზე როდესაც ავალთ მე ვიყიდი ბავშვი. არ ვიცი რა, გონი ზაბანძურობა იყო, მაგრამ მე რა თავია მევცადე.